ბაკის პარკის ერთი ნაწილი ისევ საჯილდაო ქვა ხდება. რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე სასტუმრო აშენდება. ქართულ ყაზახურ საინვესტიციო ჯგუფში შემავალი დეველოპერული კომპანია მშენებლობის დაწყებას უკვე რამდენიმე დღეში აპირებს. გარემოს დამცველები, რომლებიც ბაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს უკვე წელიწადზე მეტი აპროტესტებენ, პოზიციის დათმობას არც ამჯერად აპირებენ. თუმცა მათ პრეტენზია არა მშენებელ კომპანიასთან, არამედ ნებართვის გამცემ ორგანოსთან, დედაქალაქის მერიასთან აქვთ. პარტიზანმა მებაღეებმა მწვანე ალტერნატივამ და უსაფრთხო სივრცემ სასამართლოს ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე მიმართეს. თუმცა საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. ქეთი ფარცხალაძე გვეტყვის რა ბედიელის თბილისის ერთ-ერთ მთავარ პარკს. შემოღობილ სივრცეში საძირკველი გაჭრილია. რამდენიმე დღეში აქ მშენებლობა დაიწყება და 2016 წლის გაზაფხულზე ზუსტად ასეთი სახით დასრულდება. ეს სასტუმრო ბუდაპეშტია, რესტორან ბუდაპეშტის ადგილზე. ძალიან დიდი ეჭვია, რომ მისი მიმდებარე ტერიტორია, ეს მწვანე საფარი კიდე შეეწირება ავტოპარკინგს. მარიამ ბაქრაძე პარტიზანი მებაღია. სასტუმროს მშენებლობას იმ დღიდან აპროტესტებს, რაც ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და ის ერთადერთი არ არის. ბაკის პარკში პროტესტი 2013 წლიდან ისმის. მშენებლობის იდეა შეჩერდა, შეწყდა პროტესტიც. მთავრობის შეცვლის შემდეგ მწვანეებს იმედი მიეცათ, რომ გარემოს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლებოდა. ნათქვამი იყო, რომ ვაკის პარკს უნდა აღუდგეს თავისი ძველი საზღვრები. ამ პარკს აღვადგენინებთ და შუა პარკში 8 თუ 7 სართულიანი სასტუმრო არ აშენდება, ეს დაუშვებელია. სასტუმრო ვაკის პარკშია თუ ვაკის პარკთან, საკითხი სადავოა. მისი მისამართი ჭავჭავაძის 68-აა. ჩვენ და ვაკის პარკს ვყოფს საავტომობილო გზა, რომელიც გამოდის აი აქ. მშენებელ კომპანიასთან პრეტენზია გარემოს დამცველებს არ აქვთ. ტიფლის დეველოპმენტი აქ მშენებლობის უფლებას ფლობს. 2 სართული იქნება მიწის ქვეშ, ხოლო მიწის ზევით იქნება 5 სართულიანი ძალიან ლამაზი თანამედროვე ტიპის შენობა. არც გზას გავყავს რაიმე სხვა, რაც შემოდის კუსპის გზიდან, აი ეს გზა იქნება. აქ არ გაიშეხება არც ერთი ხე. კომპანია მშენებლობის დაწყებას რამდენიმე დღეში აპირებს. ამავდროულად კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვთ. მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ნებართვა სამართალდარღვევით გაიცა. ველოდებით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ესეთი მოცულობითი მშენებლობა იქ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში დამატებით შესაძლოა ხეების გაჩეხვის, ასე ვთქვათ, საფუძველი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამათ შეუძლიათ ლეგალურად გააგრძელონ მუშაობა, ჩვენ მაინც ვთავაზობთ მათ მოცულობის გადახედვას, რათა მომავალში უფრო, ასე ვთქვათ, ნაკლები პრეტენზიის მქონე იყოს ეს ობიექტი. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მარტშია ჩანიშნული. ტიფლის დეველოპმენტი კი მშენებლობას იწყებს და გარემოს დაცვასთან ერთად პირველ ეტაპზე 2000-მდე, აშენების შემდეგ კი 400-მდე პირის დასაქმების პირობასაც დებს.